გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მეორე დავით კალანდია. ნიკა გვარამიას უთქვამს, რომ 26 მაისს ისინი ყველგან იდგებიან ტროტუარზეც, შმოტუარზეც, აქ მან რევერანსი გირჩის მისამართით გააკეთა და საერთოდ ყველგან სადაც დასადგომია. იდგებიან ბოლომდე, გამარჯვებამდე. დავიჯერო ამას სერიოზულად ამბობს. წესითა და რიგით ნიკა გვარამია ბრიყვი არ უნდა იყოს. თავის დროზე ის გადაცემაში რა სად როდის მონაწილეობდა. არ ვიცი გუნდში მისი ფუნქცია რა იყო. შეიძლება მხოლოდ წამზომს უყურებდა, რათა ზნატოკებს დროულად მოემზადებინათ პასუხი და ნერვიულობდა. დრო იწურება მეგობრებო. მაგრამ ეს მაინც მიანიშნებს იმაზე, რომ იმ პერიოდში მთლად უაზრო ადამიანი არ იქნებოდა, თორემ გუნდში არ შეიყვანდნენ. მე ეს ტიპი გენერალური პროკურორის მოადგილე, იუსტიციისა და განათლების მინისტრი იყო და ვერ დავიჯერებ, რომ თავში არაფერი ჰქონდა. თუმცა ამ თანამდებობებს ის მიშას დროს იკავებდა. მიშა კი საპასუხისმგებლო პოსტებზე ისეთ რბილად, რომ თქვა, ექსტრავაგანტულ ფიგურებს ნიშნავდა, რომ არ გამიკვირდება განათლების მინისტრს, განათლებაზე არაფერი რომ სწოდნოდა. ისე განათლების მინისტრის პოსტიდან გათავისუფლების შემდეგ მასოს გვარამია საზღვარგარეთ აპირებდა წასვლას სასწავლებლად. ესეც ნიშანდობლივი იყო მიშას ეპოქისთვის. ნამინისტრალი კაცი თუ ქალი სასწავლებლად უცხოეთში რომ მიდიოდა. ვერონიკა ქობალია გახსოვთ? ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად რომ დანიშნა მიშამ რაღაც განსაკუთრებული მონაცემების გამო. მანამდე როგორც ამბობენ ვერონიკა კანადაში ხაბაზად მუშაობდა. აი ამას ქვია კარიერული ზრდა. გუშინ ხაბაზი, დღეს მინისტრი, ხვალ კი ალბათ უფროსი ხაბაზი. კარგი, ვერონიკა ახლა გვერდზე გადავდოთ. თუმცა რატომ გვერდზე? ცნობის მოყვარე ადამიანი ვარ და დავინტერესდი სად არის ახლა იგი. გავიკითხე, გამოვიკითხე, Excel-შიც გადავამოწმე და აღმოჩნდა რომ დღესდღეობით ვერონიკა ნიუ ვესტმინსტერის ეკონომიკური განვითარების საკონსულტაციო კომიტეტის წევრი ყოფილა. მანამდე თურმე ინდონეზიის მთავრობის მრჩეველი იყო რეფორმების საკითხებში. მერე ყაზახეთში იყო სააქციო საზოგადოება ასტანა ექსპო 2017-ის მმართველის მოადგილე და ასე შემდეგ. ყველაზე მეტად ის მომეწონა რომ ასტანა შემდეგ ვერონიკა ვარშავაში სახელმწიფო სექტორში ლექციებს კითხულობდა კორუფციის თემაზე. ხომ შეიძლება გადაირევო კაცი როცა ეს ყველაფერი გესმის და თან მშვენივრად გახსოვს ვინ იყო ვერონიკა და რა დამსახურებები ჰქონდა. აი რა მაცოცხლებელი ძალა ჰქონდა მიშას დანიშვნებს. მორჩი ქობალიაზე ლაპარაკს, თუმცა ამ უცნაური პერსონაჟის გახსენება ნამდვილად ღირდა. მიშას მთავრობა მართლაც მთლიანად ასეთი უცნაური პერსონაჟებით იყო დაკომპლექტებული. ნულოვანი სამუშაო გამოცდილებითა და ზღვა ამბიციებით. ამიტომაც დაასრულა სააკაშვილმა ასე ნაღვლიანად თავისი მმართველობა. დაუბრუნდეთ ისევ გვარამიას, რომელიც 26 მაისს გამარჯვებამდე დგომას აპირებს. მაინტერესებს რამდენად სერიოზულია ეს განცხადება და როგორ წარმოუდგენია მას გამარჯვება. ანუ გვარამია დადგება, მასთან ერთად დადგებიან ისინიც, ვინც პუტინის მონობას არ ეთანხმება, იდგებიან, მერე კიდევ იდგებიან და ქართულ ოცნებას შეეცხება და გადადგება. აბა სხვანაირად როგორ უნდა გაფორმდეს გამარჯვება. ან იქნებ ქართული ოცნება არ გადადგება, არამედ საჯაროდ აღიარებს, რომ არჩევნებმა გაჟონა და ხელახალ არჩევნებს დანიშნავს. თუმცა არა, ოცნებისტები ხელახალ არჩევნებს ხომ ისევ გააჟონინებენ. გვარამიასთვის უპირობო გამარჯვება ალბათ ის იქნებოდა ოცნებას არჩევნები დაენიშნა, მაგრამ თავად მონაწილეობა არ მიეღო. აი ეს იქნებოდა ყველაზე დიდებული ვარიანტი მისთვის. მე ახლა მხოლოდ ვარაუდებს განვიხილავ, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს გამარჯვება გვარამიას გაგებით. რეალობა კი შეიძლება სულ სხვანაირი აღმოჩნდეს და მას გამარჯვება თავისებურად ჰქონდეს ჩაფიქრებული. შეიძლება ვინმე მკითხოს, რატომ ხლაფორდობ? რაში გაინტერესებს გვარამიას გეგმები? ერთის მხრივ მართალია, რაში უნდა მაინტერესებდეს მისი ფიქრები. გვარამიას ფიქრები, მეც პრემიერი ვიქნები. მაგრამ ასე თუ ისე მე და გვარამია ერთ ქვეყანაში ვცხოვრობ და აქედან წასვლას არც ერთი არ ვაპირებთ. ამიტომ გინდა თუ არა მაინც მაინტერესებს
რას ფიქრობს ქართული ოცნების, ანუ იმ ძალის, რომელსაც მე ხმას ვაძლევ, ყველაზე დიდი მტერი. გვარამია დღეს ოცნების ყველაზე რადიკალურ ანტაგონისტად მოიაზრება. აბა სხვა ვინ ყავთ ამ გაქანების მოწინააღმდეგე? ლელო? არა. ლელოელები ძალიან უსახურნი არიან, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ანა დოლიძემ მათი რიგები დატოვა. კახარიას გუნდი არც იმათი საქმეა კარგად. ვერ ხედავ მათში იმ ძარღს, იმ შემართებას, იმ შემტევით ხასიათს, რაც ჭეშმარიტ ოპოზიციურ ძალას ახასიათებს. გირჩი? არა, გირჩი უფრო მატრაკვეცობს ვიდრე პოლიტიკოსებს. თუმცა ამ მატრაკვეცობასაც ყავს თავისი მხარდამჭერები. ხოდა დარჩა ისევ გვარამი, ანუ ნაცობა. ამიტომაც გინდა თუ არა ისევ ნაცობა აღმოჩნდა ის ერთადერთი და განუმეორებელი, რომელიც კიდევ არაერთი ათეული წელი იდგება ბოლომდე გამარჯვებამდე. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით გალანდია.